ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან დღეს საქართველოში აკრედიტებული ელჩები ჩავიდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის ამერიკის ელჩმა საქართველოში ვითარება ტრაგიკულად შეაფასა. რა მდგომარეობაა დიდსა და დვანში, სულხან მესხიძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. დღეს 25 ქვეყნის ელჩი სოფელ დვანის მოსახლეობას შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიებთან განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნენ. ადგილობრივების მხარდასაჭერად კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტების პარალელურად საქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მოსახლეობა ცენტრალური მთავრობის დახმარების მოლოდინშია. სოფელს არ დავწოვთ როდის. აგერა აქეთ გრჩება პატარა ნაკვეთები. ახლა ეს სახლი ნავაშენოთ იქით დადგა. ჩვენ აქედან არ წავართ. მოხდოს თავრობამ რომ ესეთი რამე არ მოხდეს. საზოგადოების და ვიდა ხარდაჭერა უმსხება ამ სამთავროებთან მაინც. ჩვენ თუ რაღაცა მაინც რაღაცას ავაშენებთ, მაინც რაღაცა გვინდა სათავსოხო რაღაცა მაინც გვინდა რომ შევიდეთ შიგა და ვიცხოთ ოჯახები იზრდება, ხო არა პატარავდება კაცო. ხო არა გავნადგუნდეთ კაცო. არაფერი არ გვინდა ის ვარ გამწარებულები რომ შემწვარი ქათმები რომ მოგვიდანოს ის არ გვინდა. ესეთ დიდი დატივისცემა გვერდზე გვიდგება. სოფელ დვანში განვითარებული მოვლენები დღეს ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შეაფასა. ვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ, ტრაგიკულია. მეს მაგონებს ბერლინის კედელს, როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხდება ხელის შეშლა. ადამიანები ვერ ახერხებენ თავის მინდვრებზე და თავის წინაპრების საფლავებზე გასვლას. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევაში, ეს უფრო არის ჰუმანიტარული ადამიანური ასპექტი, რაც უკავშირდება ადამიანების ცხოვრებას, რომლის გადაწყვეტა შეიძლება ასეთ ადამიანურ დონეზე. ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის აქტიურობის შედეგად სხვადასხვა კომპანია დაინტერესდა. დღეს სოფელ დვანში თბილისის განვითარების ფონდმა სამშენებლო მასალები ჩაიტანა და სამი სახლის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება. ჟურნალისტი ნინო ჩიფჩიური ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სახლების მშენებლობაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. დვანში განვითარებული მოვლენების შედეგად ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ გადავწყვიტეთ ჩავსულიყავით იქ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოგვესმინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამის შედეგია დვანზე გამოხატული ყურადღება, თუნდაც ის რომ თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩავიდა და იქ სამშენებლო მასალა ჩაიტანა და ასევე ჩვენ ამას უკავშირებს სწორედ ჩვენს მოთხოვნას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომ დღეს ელჩები იყვნენ იქ ჩასულები და მოსახლეობას მოусმინეს, ასევე გამოთქვეს მხარდაჭერა ამასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სოფელ დვანში საოკუპაციო ზოლის გადმოტანის გამო ბოლო 1 კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. დღეისათვის მავთუხლათების გავლება შეჩერებულია. ბოლო მონაცემებით ოკუპირებულ ზონაში დაახლოებით 15 ჰექტრამდე მიწის ფართობია მოქცეული.